დღევანდელი ჩვენი სტუმრები გოცირიძეების დიასახლის დიდად გულზე არ ეხატება და არც მათი სტუმრობა გაახარებდა, მაგრამ ნინასგან გასხოვებით ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან პაკელიანები, თეკო ჩუბინიძე და ზვიად დოლიძე. აბა როგორ ხართ ახლა გითხარით რა შვებით რა საქმიანად კარგია რომ ჯერ მადლობა მოწვევისთვის როგორ გაგვიხარ და მოწვევისთვის იმ ყველაფრის გახსენებისთვის და პირდაპირ მინდა გითხრათ რომ ძალიან მონაწილე ხართ ჩვენ ძალიან გაგვიხართ იმდენად მონაწილე არა თქვენ ერთ სერიალში არ გახაროთ ერთმანეთს მაგრამ ეხლა ძალიან გიყურებთ ახლა რასაც ვაკეთებთ თქვენ წარმოიდგინეთ და შემრჩა ჯერ თვალისჩინი და გიყურებთ კი რა თქმა უნდა მე მეგონა რომ რადგან ვიგინებოდი სერიალში თქვენ არ დამიძახებდით, მაგრამ შოტიკო რო ვნახე მოგზადე თქვენთან, მივხვდი რომ ჩემი ჯერიც მოდიოდა. კი. აქედან გამომდინარე მოვემზადე. ყველას წინა სეზონს გადავავლე თვალი და ასე მომზადებული მოხვედი. ეს რა 500-ანი ყოფილა, ნახე, გადავავლე. კი. ქალბატონო, იცით, ის მინდოდა რომ მეთქვა. არასოდეს არ მომეცა შესაძლებლობა და რო იცოდეთ, გოიმი თავი გამიან. მაგი მერე. გოიმი შენ ხარ თუ კაია? ხო, გოიმი თავი გამიან. მე როგორ მაღიზიანებს ეს ნინა რა. აი რაღაცნაირი გოიმია რა. სინამდვილეში ვთქვათ, რომ გერმანიაში ცხოვრობ, აქ არ ცხოვრობ და მართლა ძალიან გაგვიმართლა და ძალიან სასწაული დამხობა მოხდა, რომ ეხა შემთხვევით აქ ხარ. მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გნახეთ. თან ესეთ ფორმატში კიდევ უფრო სასიამოვნოა და ძალიან მიყვარს. თქვენ ბოლო სეზონზე შემოგვიერთდით. ბოლო სეზონზე. ხო, ბოლო ჯერჯერობით ბოლო. ბოლო სრულწლოვანი რო გახდა სერიალი, მერე, ასე ვთქვათ და აი ესეთი პოპულარული სერიალი, ასეთი ლამაზი ადამიანებით დახუნძებული. მართლა სერიოზულად. როგორ შემოვერთდით, რა განცდა ქონდათ? სრული სერიოზულობით რო ვისაუბროთ მაგ თემებთან გამომდინარე სახიობები ვართ ყველანი, შესაბამისად, ჩემთვის მაგალითად ძალიან საპასუხისმგებლო იყო და ძალიან საფრთხილო იყო უკვე ჩამოყალიბებულ ნაცხოვრებ სერიალში შესვლა და თემა საქართველოს მითამაშა, მან ერთ წუთნახევრიანი როლი მქონდა, მე წუთნახევრიანი როლი მქონდა, მე რა თამაშები და მე რა ჩემს მას. თქვენი თანხმობა და ხელის მოწერაა საჭირო. ოფიციალურად თქვენ ისევ ცოლ-ქმარი ხართ და შესაბამისად ქალბატონი ხათუნას უახლოესი ადამიანი. მოსაგებია. ასე ცუდად არის საქმე? საკმაოდ, იცით ოპერაცია მომავალ კვირაში იყო დაგეგმილი. მაგრამ დღეს დამძიმდა და მაღამე გავუკეთებთ აი ამის მერე. ნათელი იქნება აქვს თუ არა აზრი ქიმიოთერაპიას. აქედან გამომდინარე მართლა საფრთხილო იყო, იმიტომ რომ სერიალი უკვე შემდგარი იყო, ძალიან პოპულარული იყო. აქედან გამომდინარე არ უნდა დაგერღვია აბსოლუტურად არაფერი და კიდევ ერთხელ ადრეც მაქვს ნათქვამი არა ტელეეთერის საშუალებით მადლობა იმ გულთბილი მიღებისთვის, როგორც თქვენ დიდმა ოჯახმა მიმიღეთ და მიუხედავად ჩემი უზრდელობისა, შემდეგ უკვე წევრად მაგციეთ ოჯახის წევრად. მადლობა ნახვამისთვის. იცი რა მაინტერესებს, აი თქვენი ხაზი თავიდანვე იყო დაგეგმილი, აი როგორც განვითარდა და როგორც, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა მაგალითად სტუმრები იყვნენ, რომლებიც აი ეპიზოდისთვის მოვიდნენ და მე ისე წავიდა მაგათი ხაზი და ისე განვითარდა, რომ საუბარი დაუშვათ ვინმე შარჟი ხო არ იყო დაუშვათ ეს პერსონაჟი. ჩემ კონკრეტულ პაკელიანზე ვაკოზე ვამბობ, რომ ვინმე შარჟი ხო არ ყოფილიყო და მე შევთანხმდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო განზოგადებული ფორმა პოლიტიკოსისა, რაც ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, უფრო კარგი და საინტერესო იყო სამუშაოდ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია დღეს დათანხმდე ვიღაცის კოპირებას რა, პროტოტიპის თამაში არ არის საინტერესო, ხა იმას დააკვირდე, რას აკეთებს, როგორ აკეთებს, რა თქვა და ასე შემდეგ და არ არის ეგ საინტერესო და ძალიან ზღვა მასალა იყო, სხვა მასალა. ნუ მე ტყუპის ცალულმა მომცა სუაგურია დაგვია. ხო, ნახეთ როგორ რაღაცა აღმოჩნდა, რომ არ უნდა გაჩერებულიყო რა, იმიტომ კი არა, რომ აი ჩვენ გვინდოდა და ხალხსაც უნდა და ყველას გვინდოდა, არ უნდა გაჩერებულიყო, იმიტომ რომ სახიობისთვის, ხო, მაგაზე
კარგი სამუშაო არ არსებობს. მარტო ერთი პატარა სცენა გვაქვს გაკეთებული მაგ ტყუპებზე. ზედმეტი მოვიდა რა თაღლით თუ სქემაში გადაიყვანა ჩვენი ზმა. ვატრაკებ ეხა ვაკო რა. არაფერში არ გადამიყვანია თუ ჩემი ძმა ხარ. ეხა უხერხული სიტუაციებიდან ერთმანეთს გამოძრმენა რო შეგვიძლია ამაში ცუდი რა არის თო. დებილმა ჟურნალისტმა ოპერაციაზე რო გკითხა? აუ ეგ ძალიან მაგარი პუნქტია თო. ეხა წარმოიდგინე მე რო პაციენტი დამებრიდოს ავდგები და ვიტყვი ვაკო იყო ოპერაციაში შესული მეთქი. შენ შიხვარა.